Ну, კაი, მოდი ახლა ვიმსჯელოთ კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები, არაპოლიტიკური ლიდერები, მდიდრები, ღარიბები, რატო ყლევდებიან და რატო აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, ხო, რომ მაგაზე იქნება ციხე. და აქ იმალება ზუსტად ზოოლოგია, რა შემოკარგებო, აი ეს მარტივი ფაქტი, რომ ადამიანში ჯერ მაიმუნი ჯერ ისევ უფრო მეტია ვიდრე თავად ადამიანი რა. იმიტომ რომ ეს ალბათ შენიშნეთ რომ ბევრი არის რა. ანუ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც განა ის რომ შეიძლება მაგაზე რამე მოყვეს და რამე გამოგინახონ, არამედ რაც დანაშაულია და რაზეც დაგიჭერენ. აქ იმალება რა თქმა, აი ღმერთო ჩემო. რა მარტივი არის? გინდა პოლიტიკური პროცესების, გინდა ქცევების და აი ყველაფრის რაც ადამიანებს ეხება, მაგისი აი ესეთი ქირურგიული სიზუსტით ინტერპრეტირება, როგორც კი შეხედავ ადამიანს, როგორც ცხოველს. როცა არ გამოყოფ, რომ აი ადამიანი და აი დანარჩა, არა, ცხოველი, მაიმუნი ჯერ ისევ, ანუ ჯერ ისევ კლადისტიკურად მაიმუნი, მაიმუნის კატეგორია. და რომ გადახედავ სხვა ცხოველებს და ასე შემდეგ, აი რომ დაიყვან ზოოლოგიამდე ადამიანს, რა მარტივად იხსნება ყველაფერი. და რაში არის რა საქმე? ანუ პროტესტები მიმდინარეობს რამდენი ხანია? 1 წელია ან შეიძლება მეტი. შედეგი რა არის? 0. ეგ ყველაზე მეტად ვის ურტყავს? ნუ გამორჩეულ სახეებს, ხო? ეგ შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები, ვინმე დარანკული ტიპები, რომლებიც შეიძლება პარტიაშიც არ იყვნენ და ასე შემდეგ. და აი როგორი რამე, იმიტომ რომ ცხოველებშიც არის რა ეს, ანუ ბევრი ცხოველი არის რომელიც თავს ესხმის სასოწარკვეთის მომენტში თავს ესხმის პრედატორს, სადაც გარანტირებულია რა რომ მოკვდება. ნუ აი 100%-იანი არის. და მგლებშიც არის რა ვოლკებში, ანუ ჩემნაირებში, ჩემს ცხოველ ნათესავებში, მგლებში. ეგეთი რამე, რომ როცა ერთ-ერთ მგელს უნდა რომ იერარქიაში დაწინაურდეს და ეგ არაფრით არ გამოსდის, ხო? ისეთ ჩელენჯებს იწყებს რაზეც ნუ აი გარანტირებული რო არის, ანუ მანდ არ არის იმაზე რომ უნდა გარისკო რომ რაღაცას მიაღწიო, არა გარანტირებული როცა არის ცუდი შედეგი. ისე აჩელენჯებს მე ლიდერ მგლებს, რომ გარანტირებული აქვს შემდეგ იმას, რომ ან დაზიანდება ისე რომ მოკვდება ადგილზე, ან გარიყავენ. იმიტომ რომ მგლებში ეგრე არის რა ჩვენთან ვოლკებში, რომ თუ ეგრე გაატრაკე, ან გაირიყები. და ადამიანებში ზუსტად იგივე არის. წარმოიდგინე 1 წელი აპროტესტებ ლიდერი, ელოდები რაღაცას პონს, მიშას ბიძასავით, ელოდები რა რაღაცას, ელოდები დაიღალე. და თან ჩართული ხარ პროტესტში და ანუ მოქმედებაში, ანუ ეგ მარტო სულიერი არ არის. ეს რა არის, რომ 1 წელი ხარ გაგანია კორტიზოლში რა, აი იღვიძებ დიდი გულისცემით, მიდიხარ დიდი გულისცემით, კორტიზოლდები რა, ანუ და კორტიზოლს აქვს ეგეთი ძალიან ცუდი თვისება, ძალიან ცუდი, რომ აი გრძელვადიან გეგმას რაც ეხება, ანუ მაგას გიხშობს მაგის უნარს. უბრალოდ გიხშობს. PFC-ში, პრეფრონტალურ კორტექსში, ანუ აღარ შეგიძლია რომ გრძელვადიანი აზროვნებით დაკავდე ისე რომ ეგ რამეში გადაიზარდოს. რა ეგ ერთი კორტიზოლის ეფექტი. მერე კიდე ამდენს რომ აპროტესტებ, ამდენს რომ ტრაკობ, ამდენს რომ რამე და არანაირი შედეგი არ არის. მანდ მოდის რა თქმა უნდა თქვენი საყვარელია ეს დოპამინის სისტემაც რა, იმიტომ რომ მანდ ხდება სრული გადაწერა. გადაწერა რა მხრივ, რომ ფეილი, არ მოაქვს შედეგი და შემდეგ უკვე როგორ დოპამინში ხარ რა, რაც არის როგორ თქვა, დოპამინით გამოწვეული იმპულსურობა. რაც საერთოდ სხვა რამე არის, ვიდრე ჩვეულებრივი იმპულსურობა, რამე არ ვიცი, სადმე იქიდან. ამიგდალადან ან რამე ლიმბური სისტემა. საერთოდ სხვა რამე არის, ეს არის დოპამინის მიერ გამოწვეული იმპულსურობა. მაგიტომაც ახლა ვიღებთ, რაც არის ცხოველებში რა რეალობა, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ზოოლოგია. ხვდებით? მაგრამ ადამიანი იგივე ცხოველი არის, ზუსტად რაც ცხოველი. ანუ ცხოველი არის. და შესაბამისად ბევრი ცხოველი ბევრ რეალობას იზიარებს ცხოველურს. და აქაც ზუსტად იგივეს ვხედავთ. ზუსტად აი ეს არის, რაც იდეალურად ხსნის, და რისი უამრავი მაგალითიც უკვე გვაქვს დადოკუმენტირებული, იმ ფაქტს, რომ რატომ არის, რომ აი ახლა 1 წლის თავზე
საკმაოდ ისეთი ადამიანები, ვისაც ნუ ელოდები რა, რომ ოდნავ ტვინი ჰქონდეს და რამე და რამ ასე შემდეგ, რომ ისეთ სირობებს აკეთებენ, რაზეც ნუ აი გარანტირებულია ნებისმიერისთვის. ბავშვისთვისაც კი რომ მაგაზე წახვალ ციხეში. მაგას რომ გარანტირებული წაგება მოყვება. და აი ამდენი უშედეგო კორტიზოლის და ბოროტი დოპამინის გააქტიურების შედეგია, რომ აი ესე ციხეში პანტაპუნით მიდიან სირობაზე. დააფსავს ვიღაცა პოლიციელს თავზე და მერე იჭერენ და ვაიმე დამიჭირეს. დამიჭირენ, ბიჭო. და უკვირთ მერე. მერე კი ფხიზლდებიან რამდენიმე დღეში და მერე ის ჯგუფით, სადაც რომლის კაციც დაიჭირეს ეგეთ სირობაზე, მერე ისინიც რაღაცა რეკალიბრაციას აკეთებენ, ანუ რეალითი ჩეკი მაინც არის რაღაცა. დიქსლეფის სახეში. და რამე, მაგრამ მანამდე ეგ არ არის. სანამ ეგეთი რამე არ მოხდება, ამიტომ ეგ გაგრძელდება და გაგრძელდება. სანამ იქნება ეს პროტესტები, სანამ იქნება ეს ილუზია. იმიტომ რომ ერთი მომენტიც არის რა, რასაც კარგად ვერ ვიაზრებთ, რომ ადამიანებს ხშირად ვაწერთ რაღაცა ეგეთ მასტერმაინდობას რა, რომ რაღაცა შეიძლება გააკეთოს, რაღაცა შეიძლება თქვას, მაგრამ მაგას არ გულისხმობდეს და გულის სიღრმეში საერთოდ სხვა რწმენა ჰქონდეს, გულის სიღრმეში საერთოდ სხვაგან იყოს. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ რაღაცას დიდი ხნის მანძილზე თუ გაიმეორებ, რაღაცას დიდი ხნის მანძილზე თუ აი გააჟღერებ, აი ესე სიტყვებს გამოუშვებ და თან შენს გარშემო ხალხი არის, რომელიც იგივეს უშვებს. ტყუილი ხდება რეალობა. რომც თავიდან გულში სხვა რამე გქონდეს. ხო? აი ეს ტყუილი მერე რეალობა ხდება. ეგეთ გენიალური არ არის ადამიანი, რომ ეგრე მასობრივად და ყველამ მადლობა ბატონ ირაკლი კეკელია, ახლა ვნახავ ვიცი ბევრი სუპერჩატი დაგროვდა. მადლობა ყველას ირაკლი კეკელიას თამადობით. ხო და საჯანდაბაში ვიყავი. აი პატარა სუპერჩატი და მორჩა უკვე რელსებიდან გადავედი. ხო, ანუ არიან კი ინდივიდები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეგრე რაღაცა ხშირად თქვა, იმეორონ ერთი და იგივე, მაგრამ ეგ არ გაუჯდეთ რწმენის დონეზე, მაგრამ ეგ იშვიათი რამ არის რა, ანუ როგორც წესი, რაღაცას დიდხანს თუ ამბობს ადამიანი, ესე იგი მართლა შეერა მაგისი, ანუ შეიძლება ეგრე რომ საკუთარი თავიც დააბრეინვოშო. ხო? მაგაზე არ დგას მანტრები, ერთი და იგივეს რო იმეორებენ სხვადასხვა რელიგიებში, მთელი ამბები. არისტოკრატი ქურდი და მორჩა, იმიტომ რომ უკვე ზედმეტად ბევრი სუპერჩატი დაგროვდა, მერე გავაგრძელოთ ეს ამბავი, მანამდე დალაიქეთ მეგობრებო. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.